მოგესალმებით მუშაობას აგრძელებს მედიაკავშირი ობიექტივი. თქვენ უსმენთ და უყურებთ თოქ-შოუს ჭიათურის საათი. მე ჟურნალისტი გიორგი კასრაძე ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიმუშავებ იმისათვის, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან მოვლენებზე სტუდიის სტუმართან ერთად ვისაუბროთ. თუმცა მანამდე კიდევ ერთი განცხადების გაკეთება მსურს. გასულ კვირას ჩვენ ტელემაყურებლებს შევატყობინეთ არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია. ჩვენ თქვით, რომ დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი იმის გამო, რომ ჭიათურის საავადმყოფო შესაბამისი სისხლი არ ჰქონდა. ეს განცხადება ჭიათურის ჯეოსპიტალსის საავადმყოფოს მენეჯმენტის მხრიდან აღქმული იყო როგორც ექიმების მიმართ გამოთქმული ნეგატიური აზრი და ამ აზრის გავრცელება მედიკოსებში დაიწყეს მათ. აქედან ღია ეთერში მე მინდა მივმართო ჭიათურელ მედიკოსებს, ძალიან ღვაწლმოსილ და დასაფასებელ ადამიანებს. თუ თქვენ უყურეთ ჩემს გასულ გადაცემას, იქ არც ერთი სიტყვა მედიკოსების მიმართ უარყოფით კონტექსტში არ იყო მოხსენებული. უფრო მეტიც მე აღვნიშნე, რომ შიშველი ხელებით ჭიათურელი მედიკოსები თავდაუზოგავად შრომობენ და იბრძვიან პაციენტის გადასარჩენად. თუმცა მათ ტექნიკური საშუალება და ის რესურსი არ აძლევს იმის საშუალებას პაციენტებს სრულყოფილად მოემსახურონ. დღესაც ამ აზრზე ვრჩები და იმ შემთხვევაში თუ ჭიათურის საავადმყოფოები ამ შემთხვევაში ერთ საავადმყოფო იქნება თავიდან ბოლომდე აღჭურვილი და მზადყოფნაში პაციენტის მომსახურებისათვის, დარწმუნებული ვარ, რომ ჭიათურელი მედიკოსები არაფრით არ ჩამოვარდებიან სხვა ქალაქში მოღვაწე მედიკოსებს, უფრო მეტიც ჭიათურას აქვს საუკუნოვანი ისტორია მედიცინის და ექიმების ძალიან ძლიერი ექიმები ყავდა ყოველთვის ჩვენ ქალაქს, ასეა დღესაც ჭიათურელი მედიკოსებით ჩვენი ქალაქი ამაყობს როგორც თბილისში მოღვაწე მედიკოსებით, ასევე სხვადასხვა ქალაქში მომბნეული ჩვენი ექიმებით. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ მხარდაჭერას და სიმპათიებს ჩვენი მედიკოსების მიმართ და არ მინდა ჩემი მაშინდელი წინაგაცემის განცხადება აღქმული იყოს ისე, ვითომ მე გარკვეულწილად ზიანი მივაყენე მედიკოსების ინტერესებს და მათ საქმიანობას ჭიათურაში. მე ვთხოვ კომპანია ჯეოსპიტალსის ადმინისტრაციას ასეთ ტიპის განცხადებები მედიკოსებთან მომავალში აღარ გაკეთდეს. ახლა კი დღევანდელი თემა ძელდება საავადმყოფოსთან დაკავშირებით და სტუდიაში სტუმრად ვყავს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი მალხაზ წერეთელი. მოგესალმებით ბატონო მალხაზ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქართული ოცნების მიერ გაცემულ დაპირებაზე საავადმყოფოსთან დაკავშირებით და ჩვენ სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ ამ თემაზე, საშუალება გვაქვს ნახოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ჭიათურაში. ეს არის 20 ოქტომბერი 2012 წელი. 20 სექტემბერი უკაცრავად. მე ვიცი როგორ მდგომარეობაშია ჭიათურელების განსაკუთრებით მერიდება. ბოდიში შემიძლია მოგიხადოთ, რომ აი საზღვარზე რომ ხარ და თქვა ეს ერთი და იგივე კუთხია. მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ საავადმყოფოს არ ქონდა გამტარიან უნარობა, რომ თქვენც ისევე მოგწეოდით როგორც საჩხერლებს და თქვენც ისევე მიყვარხართ და ისევე მინდა რომ და გულწრფელად გეუბნებით. ყველაზე მეტად თქვენი მერიდება, რომ თქვენ მეზობლად სხვები ახერხებდნენ, თქვენ ვერ ახერხებდით. ამის მიზეზი არ იყო ის, რომ თქვენ სხვანი ხართ ჩემთვის, მე ისევე მიყვარხართ თქვენ. როგორც საჩხერლები, მხოლოდ მიზეზი იყო ერთადერთი, რომ ვერ წუდებოდა საავადმყოფო, იქ რიგები ვერ ახერხებდა ამას. ეხლა ვაფართოვებ, კიდევ კორპუსი გავა. იქ მოახერხებდა, რაც თავარია, აქაც გავაკეთებ და არ იქნება, რომ თქვენ საჩხერეში სახვიდეთ სამკურნალოდ. აი აქ მოხერხდება და აქ დაფუძნდება ეს ყველაფერი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში უნდა შეგახსენოთ სტუდიის უცვლელი ტელეფონის ნომერი 03223885, სკაიპით ობიექტივი 2, ლათინური ასოებით. ჩვენს გადაცემაში ჩართულია ინტერაქტივი და დაკავშირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. კითხვა კი შემდეგნაირად ჟღერს. უნდა შექმნას თუ არა ქართულმა ოცნებამ ჭიათურაში საავადმყოფო, უნდა შესრულდეს თუ არა წინასაარჩევნოდ გაცემული ეს დაპირება. ბატონო მალხაზ, ინტერაქტივის შეკითხვით, რომელსაც ჩვენ ტელემაყურებელს ვთავაზობ, გადმოვალ თქვენთან. უნდა შეასრულოს თუ არა ქართულმა ოცნებამ გაცემული დაპირება საავადმყოფოს აშენებასთან, შექმნასთან დაკავშირებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიორგი, მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს, მივესალმები ჭიათურლებს და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ თქვენი ეთერი დღესაც ეთმობა ჭიათურაში არსებულ ვითარებებს, პრობლემებს თუ სასიკეთო საქმეებს. რა თქმა უნდა, ჭიათურაში საავადმყოფო, მუნიციპალური საავადმყოფო აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდება და შეიქმნება. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი დანაპირები, გაჟღერდა კიდეც ბატონი ბიძინას მიერ და აუცილებლად შეიქმნება. უბრალოდ დროში ცოტა გაიწელა ეს პროცესი, მაგრამ საკმაოდ გაიწელა, მეც ალბათ თქვენს ადევნებდით ყურს, ჩემო გიორგი და ჭიათურლებიც ასევე,
რომ ამ საკითხით ვარ დაკავებული დღიდან მოსვლისა. პირველი ჩემი, ასე ვთქვათ, პარლამენტარად გახდომის პირველი წუთებიდან. და ეს არის არა მარტო ჭიათურლების ღირსების, უბრალოდ პირადად ჩემთვისაც და ადგილობრივი ხელისუფლების ღირსების საქმე, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნეს მიყვანილი და ისეთი პირი უჩვენს საქმეს, რომ ბოლოს და ბოლოს ეს გადაწყვეტილია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ პროცესი ძიმედ დაიწყო თავიდან 2013 წელს ამისთვის მზაობა არც მთავრობაში ჩანდა და არც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაგრამ შემდეგში პროცესები სასიკეთოდ დაიძრა. მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა საზოგადოების აქტიურობას. ჯერ კიდევ 2013 წელს 1500 ადამიანის ხელმოწერით მოსახლე მოაწერა ხელი და ჯანდაცვის სამინისტროში გაიგზავნა საავადმყოფო შექმნის შესახებ ასე ვთქვათ წერილი. მათი ორგანიზატორები, ვთქვათ, ინიციატორები ჩემთან ჰქონდათ კონტაქტი და მეც მხარს უჭერდი ამას. 2015 წელს უკვე 3500 ადამიანის ხელმოწერით სხვადასხვა პრობლემებთან ერთად პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სახელს გაიგზავნა წერილი. პრემიერ-მინისტრს ეს წერილი მე თვითონ ჩემი, ასე ვთქვათ, გავაცანი და იქ უპირველესი პრობლემათა შორის უპირველესი იყო ჭიათურაში საავადმყოფოს შექმნის შესახებ. საბოლოოდ ამ ყველაფერმა მცდელობამ თავის შედეგი გამოიღო. მთავრობა განაცხადა სრული თანხმობა, შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ თავისთავად განაცხადა სრული თანხმობა. ამაში მონაწილეობდა ასევე კომპანიის ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები და უამრავმა შეხვედრამ, უამრავმა ურთიერთობამ, მათ შორის ჩართული იყო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და ბატონი დიმიტრი ხუნდაძე უსაყვედურეთ, მაგრამ სასაყვედურო ამ მხრივ არაფერი მაქვს მე პირადად, რადგან პირველი წუთიდანვე მისი მხრიდან ეს იყო მხარდაჭერილი. თუმცა ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, მე არ მინდა ბატონი მალხას გამოდექცემა, ბატონი დიმიტრი ხუნდაძეზე ავაწყოთ და პირიქით მე მინდა გამოსავლის გზები დავსახოთ, თუმცა მე მინდა გკითხო თქვენ. ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ განმეცხადა, რომ სახელმწიფო ერთი თეთრით ვერ დაეხმარება ჭიათურის მუნიციპალიტეტს საავადმყოფოს აშენებაში, ამის სახსრები არ არსებობს და იმ შემთხვევაში თუ ჭიათურლებს სურთ მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება სამედიცინო, მათ შეუძლიათ საჩხერის საავადმყოფოში წავიდნენ. ზუსტად ბატონი დავით სერგენკოს მაშინდელი განცხადება, რომ 2014 წელს. ამიტომ საკითხის მოსაგვარებლად ჩვენ დავადეგით იმ გზას, რომ სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მაღალი ჩართულობით, მხოლოდ გარკვეული განსაკუთრებული წილობრივი მონაწილეობით, რომ ჯორჯიან მანგანეს ინდუსტრიული ჯგუფი ჩართული იყო ამ საქმეში და ჩართულია. მე ბოლომდე გავყვები ამ თემას, ესე იგი ამ თანხმობის შემდეგ სრულით მთავრობიდან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან საკითხი გადმოვიდა ადგილობრივ ხელისუფლებაში, გამგეობაში იყო შექმნილი კომისია, რომელიც ამ საკითხს იხილავდა, მისი წევრი, ამ კომისიის წევრი მეც გახდით, ჩართული იყო ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და დაიდო საბოლოო დასკვნა, რომ ჭიათურაში შეიქმნას 30 საწოლიანი მუნიციპალური საავადმყოფო. საკითხი საბოლოოდ, ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილია, ეხლა გადაცემულია ეს მომზადებული გადაცემულია ჯორჯიან მანგანეზე და ჯორჯიან მანგანეზის ეკონომიური გათვლის შემდეგ ის აღადგენს ახალ საავადმყოფოს. ჩვენ მიერ შეთავაზებულია, რომ ყოფილი სამშობიაროს სახლი აღდგეს, შესაძლებელია კომპანიამ გადაწყვიტოს, რომ ახალი საავადმყოფო აშენოს. ეს მოხდება მხოლოდ ჯორჯიან მანგანეზის თანხებით, თუ ამაში მუნიციპალიტეტიც მიიღებს გარკვეულ მონაწილეობას. აი ეს თემები უნდა ვისაუბროთ და სახელმწიფოს როლი რა იქნება, ტექნიკით თუ მაინც დაეხმარება საავადმყოფოს გადაიარაღების კუთხით, მაგრამ პირველი ზარია ინტერაქტივში, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო გიორგი და ბატონო მალხარ. მოგესალმებით. ჩვენთვის ცნობილია, რომ საავადმყოფოს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია ბატონი მალხარის დიდი ძალის ხმევით. რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს დეპუტატს გაწეული სამსახურისათვის, მაგრამ გთხოვთ მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ პროცესები დააჩქაროს, რადგან ყოველი დღე ჭიათურის მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აი, ნამდვილად. ზუსტად 100%-ით ვიზიარებთ ჩვენ ტელემაგროვლის პოზიციას. თავშივე აღვნიშნეთ ჩვენ რომ პროცესები დროში ძალიან გაიწელა და ეს არ არის მისაღები აქ ჩემზე არ არის ლაპარაკი მოსახლეობისათვის. ჩვენ მოგვეხსენებათ რომ მუნიციპალიტეტს ვერ ვნახავთ. საქართველოში ეს ნათქვამი მაქვს პარლამენტის ტრიბუნიდან მრავალჯერ გაჟღერებული რომ მისი 15000 წევრამდე და მოსახლე დადიოდეს სამედიცინო სერვისების მისაღებად უწევდეს ელემენტარული სამედიცინო სერვისების მიღება უწევდეთ 80 კილომეტრში ზესტაფონში. მე გულისხმობ ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს. აქაც არის ინტერესი ალბათ ჯორჯიან მანგანეზის რომ მათი თანამშრომლები აღარ დაჭირდეთ სიარული ეს 80 კილომეტრის გავლა და სრულად აფინანსებს საავადმყოფოს მოწყობის საკითხს. აი ეს უკვე ეს უკვე არის რას გვეტყვის ჯორჯიან მანგანეზი, რა შეთავაზებს უпростоრად სახელმწიფოს და რა შეთავაზებს ადგილობრივ ხელისუფლებას, მათი პასუხის შემდეგ იქნება ეს ამაზე. ბატონ მალხაზ, მე მახსოვს, არ მინდა ეს შეკითხვა გაიგოთ ისე ვითომ ჩასაფრებულის პოზიციიდან, მაგრამ მე მახსოვს გასულ წელსაც, როდესაც ჩვენ ამ სტუდიაში ვსაუბრობდით საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით, მაშინაც იყო მოლოდინები, რომ ეს საკითხი დადებითად იყო გადაწყვეტილი, თუმცა დაახლოებით 1 წლიანი პაუზის შემდეგ მაინც ერთ ადგილს სამწუხაროდ ვკეპნით. სამწუხაროდ შემოგიარგო, მხოლოდ მაშინ იყო სიტყვიერი თანხმობები მიღებული. ეხლა უკვე გადაწყვეტილებებია მიღებული, რომელიც დადასტურებულია, ხელმოწერილია და ამას ელოდება ერთადერთი პასუხი გვინდა ეხლა ჯორჯიან მანგანეზისაგან, მისი ეკონომიური გათვლები გვინდა, მისი ნაფიქრი გვინდა, რომ შემდეგ შეჯერდეს ეს ყველაფერი. რამდენად ბატონ მალხაზ, ეს თემაც მინდა განვიხილოთ, რამდენად შეიძლება ადგილობრივ კლინიკას, რომლის მოსახლეობაც მუნიციპალიტეტის შეადგენს 39,000 40,000-მდე ადამიანს, არ ქონდეს საკმარისი რაოდენობის სისხლი კლინიკაში. და უწევდეს კატასტროფის ბრიგადას ჩამოიტანოს სისხლი. ზოგადად რა პროცესებთან გვაქვს საქმე ჩვენ. მე რამდენადაც მითხრეს და მაქვს ინფორმაცია და უტყუარი ინფორმაცია, კლინიკას არ აქვს იმის საშუალება სისხლი დიდხანს შეინახოს, ანუ არ აქვს სპეციალური მოწყობილობები სისხლის შესანახად. რა თქმა უნდა, პრობლემაა. თქვენ მედიკოსი გძანდებით და მაგიტომ ხო, რა თქმა უნდა. სხვათა შორის შევეხები იმ თემას, რომელიც თქვენ შეეხეთ, რომ აი ჭიათურის მედიკოსებმა ჩვენ მათ რიგში 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლები მთლიანად როგორი იყო, ჩემო გიორგი, რომ უმძიმე სიტუაციაში, სიცივეში, უშუქობაში ვახერხებდით ჩვენი სანთლის შუქზე ოპერაციის კეთებას, მოძიებას სისხლისას, მაგრამ ცოტა სხვა დონეზეა ეხლა, სხვა პასუხისმგებლობებია კიდევ ახალი აღებული. ეს ჯორჯიან ჯეოგოსპიტალში კერძო კლინიკაა მოგეხსენებათ და ეს მისი გადასაწყვეტია, რომ სისხლის ბანკი უნდა გქონდეს თუ არა. ჩემის აზრით უნდა გქონდეს, თუნდაც ეს მატერიალურად გარკვეულად წამგებიანიც იყოს. იქ მეორე პრობლემაც არსებობს, არ არის რეანიმაცია. ეხლა ისეთი საწარმო, როგორც ჯორჯიან მანგანეზია, სადაც ტრაუმატიზაციის ძალიან მაღალი დონეა და სადაც საერთოდ მოსალოდნელი რაღაც გართულებები შესაძლებელია იყოს რეანიმაციის უკონლობა, რომ არ იყოს რეანიმაცია, მე გარკვეულწილად დანაშაულად მიმაჩნია, თუმცა არის კი სახელმწიფომ დაავალდებულა ეს და უკვე 1 ივლისამდე მათ უნდა გქონდეთ უკვე 5 საწოლიანი რეანიმაცია, ისინი ამას ადასტურებენ, უკვე პირველი სამუშაოები უკვე გავლილია, 5 საწოლთან ერთად კიდევ 5 საწოლს ამატებენ და ოფიციალურად პრაქტიკულად ჯეოგოსპიტალში გახდება 40 საწოლიანი საავადმყოფო 35-40 საწოლიანი საავადმყოფო, რაც მისასალმებელია და ძალიან გასახარელია და მიხარია რომ აი ესეთი პირველი ნაბიჯები გადაედგა. ასევე სისხლით უზრუნველყოფას სახელმწიფო სადაც სისხლის ბანკი არ არის, სისხლი უნდა უზრუნველყოს კატასტროფამ. აი ასეთი სისტემა აწყობილი, რამდენად მუშაობს ეს და ზოგჯერ ალბათ შეფერხებებია, საერთოდ ჯანდაცვის ორგანიზაცია და მოწყობა საკმაოდ რთული საკითხია და საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ქვეყანამ ამ მხრივ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა, ის რომ შეიქმნება თუნდაც დაგვიანებით ჩვენთან მუნიციპალური საავადმყოფო, ეს ძალიან კარგია, ასევე უკვე შექმნილია მუნიციპალური საავადმყოფოების ქსელი მთლიანად ქვეყანაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახლა ონკოლოგიის მხრივ ინფექციური საავადმყოფო აგერ უზარმაზარი
საუნივერსიტეტო კლინიკა დაიწყება თბილისში, აგერ ბათუმში გაიხსნა უზარმაზარი საუნივერსიტეტო კლინიკა, ანუ ნაბიჯები გადადგმელია, მაგრამ გასაკეთებელი არის უამრავი. და ბატონო მალხაზ, აქვე მე მინდა დამეთანხმო თქვენს იმ შემთხვევაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები, რომელიც თქვენს გაქვთ და მეც მინდა რომ გამართლეს ეს მოლოდინები მუნიციპალურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, ვინაიდან ჭიათურა ამას ნამდვილად იმსახურა. აბსოლუტურად. მით უმეტეს გაცემული დაპირებებით და მუშა ექიმთან ელემენტარული ვიზიტის გამო 80 კილომეტრს არ უნდა გადიოდეს ზესტაფონში. ასევე მაინტერესებს და აქაც მინდა დამეთანხმოთ იმ შემთხვევაში თუ გაიხსნება ეს კლინიკა ჭიათურაში მუნიციპალური კონკურენციის პირობებში ყოველთვის მოგებული რჩება მომხმარებელი. ამ შემთხვევაში მოგებული დარჩება ჭიათურის მოსახლეობა. ორი სამედიცინო დაწესებულების კონკურენციით უპირატეს მიანიჭებს ის უპირატესობას, უკეთეს მიანიჭებს უპირატესობას და უფრო სრულფასოვანი მომსახურების მიღების საშუალებაც ექნება. ნამდვილად გეთანხმებით კონკურენციის პირობებში კერძო კლინიკა ეცდება რომ ის სერვისები დანერგოს უკვე თავის კლინიკაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის მიღმაც არის, თქვა, ჩვენ ხავს შესანიშნავი ექიმები, რომლებიც სხვადასხვა თქვენ აღნიშნეთ კიდეც თბილისში და სხვა რეგიონებში და სხვადასხვა ქალაქებში საქმიანობენ, შეიძლება მათი რესურსის გამოყენება ჩვენს დიახ, მე სპეციალურად მოვიძიე ბატონო მალხაზ, განყოფილებებს ხელმძღვანელობენ ჭიათურელი ექიმები თბილისში, ზოგი ტრამვატოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს, ზოგი რეანიმაციას ხელმძღვანელობს. ენდოსკოპიაში არის. ამ ფონზე ჩვენ ჭიათურას საჩხერეს არ ყავს რეანიმატოლოგი. კარგია რომ ჯეოსპიტალს მაიღო ეს ვალდებულება და რეანიმაციულ ბლოკს ააშენებს, თუმცა არც ჭიათურაში და არც საჩხერეში ექიმ რეანიმატოლოგი არცეთ საავადმყოფოს არ ყავს. ესეც არის ექიმ რეანიმატოლოგი საჩხერეს რო ყავს. ორი რეანიმატოლოგი იყო, რომლებიც თბილისში მე უბრალოდ მოსახლეობისთვის მინდა ვთქვა გიორგი, რომ ვთქვათ ის პიროვნებები, რომლებიც ანესთეზიოლოგები ითვლებიან და ლიცენზია ამჟამად ანესთეზიოლოგიაში აქვს, მე ჯეოგოსპიტალზე ვლაპარაკობ. იქ ის ხალხი ნამუშევარია რეანიმაციაში და რეანიმაცია მათ არ ეშლებათ, მაგრამ რადგან არ არის რეანიმაციული განყოფილება, რადგან არ არის უბრალოდ არალიცენზიურ საქმიანობაში შეიძლება კიდეც ჩაეთვალოთ, მაგრამ ისინი ასრულებენ ამას სინამდვილეში, მაგრამ არ არის რეანიმაციული განყოფილება, არ არის ის პირობები, რომელი პირობაც ჭირდება ექიმს თავისი სრულად თავის საქმიანობის შესასრულებლად, რომელიც ჭირდება პირველ რიგში ავადმყოფს. და ეს პრობლემაც გადაჭრილი იქნება აგერ 1 ივლისიდან მე ეს ინფორმაცია გადავამოწმე თვითონ ჯეოგოსპიტალსის ხელმძღვანელობაში და მათმაც დაადასტურეს, რომ 1 ივლისისთვის მათ უნდა კონდეთ უკვე 5 საწოლიანი რეანიმაციული განყოფილება. შესაძლებელია და კარგი ფაქტია ნამდვილად. მობილურად გიკავშირდება შემდეგ ტელემაყურებელი, გისმენთ ხაზზე ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით ბატონ მალხაზ წერეთელს. მესმა უმრავლოს ესეთი პატრიოტი, ნაღდი ქართველი კაცი ჭიათურას და საქართველოს როგორც ბატონი მალხაზ წერეთელია. დიახ, ძალიან დიდი მადლობა თქვენს. აი, დადებითი ზარებით შემოდის ჩვენს გადაცემაში, რატომღაც მიეჩვი ამ ბოლო დროს მაყურებელი რომ უარყოფით ზარებით შემოდის, თუმცა ალბათ ვინც საქმეს აკეთებს, წესით უნდა დაუფასდეს კიდევაც. ონკოლოგი არ აყავს ჭიათურას, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა სამწუხაროდ ონკოლოგიური დაავადებების მხრივ. სრულიად საქართველოში ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა სტატისტიკაზე უფრო დამაჯერებელია ონკოლოგიურ საავადმყოფოებში ვიზიტი, როდესაც ძალიან ბევრ ნაცნობ სახეს იქ ხედავ. ამ ფონზე ჩვენ არ აყავს ონკოლოგი ბატონ მალხაზ ჭიათურაში. როცა ეს მოთხოვნილება რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ არსებობს ცენტრები, რეგიონალური ცენტრები, სადაც ხდება ასეთი ავადმყოფების, ესე ვთქვათ, აღრიცხვა და დაფიქსირება და დიაგნოზის დასმა, შემდეგ მათზე ყურადღება და მეთვალყურეობა, რა თქმა უნდა, გრძელდება პოლიკლინიკური ქსელის მიერ. ყველაფერი ეს დაკავშირებულია გარკვეულ თანხებთან და ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ იქ არის კერძო კლინიკა და აი ახლა მუნიციპალური საავადმყოფო, რომელიც მანდ-მაინც მოგებაზე კი არ არის ორიენტირებული, ავადმყოფია ორიენტირებული. მე ამით შეურაცხყოფას არ ვაყერებ კერძო კლინიკას, რა თქმა უნდა ისინი ავადმყოფები. ხო, მაგრამ გარკვეული ინტერესებში შედის, შეიძლება არ იყოს მომგებიანი, თქვათ, რომ ონკოლოგი ყავდეს და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ვერ შევიგრძნობთ და ვერ მივიღებთ ბატონო მალხაზ ჯანდაცვის ძალიან კარგ რეფორმას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა
თუ ამის ადგილზე მიღების საშუალება არ გვექნება. ვერც ეს სიკეთები დაიკარგება. ვერც იმას შევძლებთ, ჩემო გიორგი, რომ ყველა სპეციალისტი ადგილზე იყოს. შეიძლება ჩვენ კარგი ინფრასტრუქტურით რეგიონებში იყოს ცენტრები და იქ მოხდეს. მე ამ ავადმყოფების მიღება, მე ახლა ამ შემთხვევაში ონკოლოგიას არ გულისხმობ. საერთოდ ახლა მედიცინაში უამრავი დარგია და ყველგან კვალიფიციური და მაღალ დონეზე განვითარებული მას გამოკლება ჭირდება, მაგ ონკოლოგის ყოფნა ხო არ არის მთავარი, მას შესაბამისი სერვისები ჭირდება, გამოკლება ჭირდება და აი ეს უკვე ისეთ მაღალ ტექნოლოგიურ საშუალებებთან არის დაკავშირებული, რომლის თანხა უბრალოდ არ იარსებებს, რომ ყველა რაიონში იყოს ამის საშუალება. დაუბრუნდეთ, ისევ ესეც იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, აი რაც წეგან აღნიშნე ბატონო მალხაზ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ძალიან ახლო მანძილზე უნდა მიიღოს სამედიცინო დახმარება. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ამბულატორიებზე. ჭიათურის სოფლებში არსებულ ამბულატორიებზე, რომლებსაც აქვთ პრობლემა. მაგალითად, ჩვენ დაგვიკავშირდნენ სოფელ შუქრუთიდან, სადაც არსებობდა ან პერევისიდან თუ არ ვცდები, სადაც არსებობდა ადრე ეს ამბულატორია, თუმცა საკუთარი სახსრებით, საკუთარი ფინანსური რესურსებით ააშენა ქალბატონმა ამბულატორია, ერთ-ერთში არ დახმარები არავინ და შემდეგ სამწუხაროდ დაახურინეს თუ დაუნგრიეს, ზუსტად აღარ მახსოვს. აი ეს პრობლემაც გავიაროთ ბატონო მახსოვს და ამბულატორიები ზოგადად, თუმცა მორიგზარიათ დღევანდელ გადაცემაში, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონო გიორგი. მე მინდა ვინაიდან თქვენს ეთერში ახლა ბატონი ბიძინა ხმა გავიგეთ, მინდა ისევ მივმართო მას. ბატონო ბიძინა, მე ობიექტივის ტელევიზიის შემოქმედებით ჯგუფს ვთხოვეთ თქვენთვის მომემართა, როცა ხელისუფლებაში მოხვედით და მადლობელი ვარ ობიექტივის ტელევიზიის, რომ ამის უფლებას გვაძლევს. ერთ-ერთი რიგითი ჭიათურელი ვარ და მაშინ მეგონა პრინციპის გზას ავირჩევდით და ღირსეული მომავალი ექნებოდა საქართველოს და მით უფრო ჭიათურას. ამ გზნობას, ანუ ეროვნულ ღირსებას და პატრიოტიზმს ხომ ვერაფერი გააჩერებს ქართველებში. თქვენი მიზანი, როგორც თქვენ ამბობდით, სამშობლოს სამსახურში დგომაა, მაგრამ თუ ინდივიდის ქმედება არ გამოხატავს სახელმწიფო ინტერესებს, საჭიროა ამგვარი ადამიანები იდეურად ბოლომდე იქნან გაცამტვერებული. ეს გულისხმობს იმას, რომ არ უნდა იბოგინონ მათ პოლიტიკაში, მაგრამ თქვენ კითხვის ნიშნები უფრო გიყვართ, ვიდრე პასუხები. გმადლობთ. მადლობა ზარისათვის 2388 ქალაქის ნომრებიდან 03223825 მობილური ტელეფონებით, ხოლო Skype-ით ობიექტივი 2 ლათინური ასოებით დაგვიკავშირდით. მთელი გაცემის განმავლობაში თქვენ გექნებათ საშუალება გამოთქვათ საკუთარი მოსაზრება ან გასცეთ კითხვას პასუხი ძალიან მოკლედ. უნდა აშენდეს თუ არა ჭიათურაში ახალი საავადმყოფო, ინტერაქტივი ჩვენ Facebook გვერდზე სწავდეთ და საკმაოდ აქტიურობაა ბატონო მალხაზ. ყველა კომენტარში და ყველა პასუხში არის რომ ჭიათურაში საავადმყოფო უნდა აშენდეს. ერთი ადამიანიც ვერ აღმოჩნდა. ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებას, მე კიდეც აღნიშნე რომ არა საზოგადოების ასეთი აქტიურობა შეიძლება ეს საკითხი აი ამ დასასრულისაკენ არ წასულიყო ჯერ კიდევ და ზუსტად ჩვენ მიტოვართ ხელისუფლებაში და ყველა ხელისუფალ. ჯერ ერთი ხალხმა მოგვიყვანა ჩვენ ხელისუფლებაში და კეთილი უნდა ინებოს ყველამ რომ პატივი ვცეთ ხალხის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებებიც მათი მოთხოვნის შესაბამისად უნდა იყოს გაკეთებული. როგორ მოახერხებთ ამას, როგორ ვახერხებთ ამას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყველა ნაბიჯი უნდა იყოს საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ მოთხოვნილებასთან შესაბამისობაში. სანამ სოფლის ამბულატორიებზე გაგცევთ პასუხს, მე ერთი პრობლემას მინდა შევეხო და გავაჟღეროთ თქვენი ეთერის საშუალებით და აქედან მიმართავ 112-ს, ასე ვთქვათ, კატასტროფის ცენტრს, რომ ჭიათურაში როცა ძალიან მძიმე პირობებია, ჩვენთან ახლა აქტიურად თანამშრომლობს საჩხერის საავადმყოფო და ჭიათურის სასწრაფოს ფილიალს არ აქვს უფლება მძიმე ავადმყოფის, სანამ კატასტროფის დრო გვიანდება, რომ ჩვენ ავიყვანოთ რეანიმაციაში, ეს ავადმყოფი არ აქვს უფლება სასწრაფოს რომ გადაიყვანოს ავადმყოფი. ამით ჩვენ დროს ვაგებთ და არც იმის საშუალება არსებობს, არის დაავადებები და არის ისეთი კრიტიკულ სიტუაციაში გვჭირდება ჩვენ, რომ თქვათ თავიანთი კერძო მანქანით იყოს გადაადგილებული ეს ავადმყოფი. მიუხედავად იმისა, რომ 15 კილომეტრია, ის 15 კილომეტრია 15 წამი არ შეიძლება ავადმყოფი დარჩენილი იყოს ექიმის მეტალყურების გარეშე, მაგრამ აი არის ამის საშუალება და თქვენი ეთერითაც სარგებლობთ, რომ მივმართოთ რაღაც გზა გამოუნახოთ, რომ სასწრაფოს კონდეს ამის უფლება. რადგან ჩვენ შევეხეთ ბატონო მალხაზ საჩხერის საავადმყოფოს,
ჩვენ ძალიან ხშირად მე და თქვენც ამ ეთერში გვისაუბრია ნაციონალურმა მოძრაობამ როგორ უუფლებოდ და ღირსება აყრილი დატოვა ჭიათურა. არა საავადმყოფო, არა ქალაქის სტატუსი, არა სასამართლო, არა პროკურატურა, 48 წლიანი თუ 46 წლიანი მემორანდუმი ჯორჯია მანგანესა, რომელიც საერთოდ კატასტროფულია და ამ ფონზე კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე მინდა დღეს გაგაცემაში გავიაროთ ერთად, საჩხერეში უნდა წავიდეს ჭიათურელი ადამიანი, ვისაც სურს პენსიის დანიშვნა, საუბრობ დაავადებულ ადამიანებს, ვისაც ვადაზე ადრე ეკუთვნით პენსია. კომისია არის საჩხერეში, აღნიშნული კომისია არ არის ჭიათურაში. აი ამ საკითხზე რას გვეტყვით, მაგრამ მობილურით კლავაც აქტიურობ ჩვენი ტელემაყურებელი ეს, რა თქმა უნდა, ველოდით კიდეც ამ აქტიურობას გისმენთ. მოგესალმებით, ისაუბრეთ. მე პაატა ვარ სამხარაძე, მივესალმებ მალხალს, ბატონ მალხალს. ისმის ჩემი ხმა, ხო? დიახ, ისაუბრეთ. მინდა ორიოდესი თქვა თქვენთან გაჟღერებული როგორც ბატონო მალხაზი თქვა აქტიურად არის ჩართული ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი და ბატონო მალხაზი აქტიურად არის ჩართული საავადმყოფოს საკითხებში ჩვენ მქონდა შეხვედრა ბატონო მალხაზთან ერთად იმერეთის გუბერნატორთან ბატონო ამ საკითხებს დღევანდელ გადაცემაში აქტიურად გავივლით უბრალოდ მე მაინტერესებს, როდესაც მაღაროელებთან ერთად ბატონი მალხაზი შეხვდა იმერეთის გუბერნატორს ბატონ გივი ჭიჭინაძეს, რამდენად დამოკმაყოფილებელი აღმოჩნდა თქვენთვის როგორც პროფკავშირების წარმომადგენლისათვის და როგორც რიგითი მაღაროელისათვის შეხვედრის შედეგი. რა შედეგით დასრულდა და დადებითად დასრულდა თუ არა თქვენთვის ეს შეხვედრა? რა მოგცათ ზოგადად პროფკავშირებს ამ შეხვედრა? გაითიშა სამწუხაროდ ბატონი პაატა ხაზი აღარ არის, თუმცა ძალიან საინტერესოა რა პასუხს გაგვცემდა ის ამასთან დაკავშირებით. ვისაუბროთ ბატონ მალხაზ აი ამ საკითხთან დაკავშირებით პენსიების სისტემა საჩხერეში, როდესაც არის და ასევე ამბულატორიების თემას გავუკვეთ. დაგვიგროვდა ერთ პირველადი ჯანდაცვა სოფლის ამბულატორიების შესახებ. საპენსიო ესეც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ის რომ ქალაქის სტატუსი, ქალაქს უნდა დაუბრუნდეს სტატუსი და ესეც ყველაზე კარგი დრო არის ახლა რომ ეს მოხდეს შესაბამისად ის ინსტიტუციებიც უნდა დაბრუნდეს ქალაქში რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ რაც შეეხება საპენსიო აი როცა ახალი საავადმყოფო შეიქმნება ჩვენ ამ გზით ამ ეს ნაბიჯიც გადაიდგმება რომ კომისია იქ შეიქმნას როგორ რანაირად ეს შემდეგ შემდგომი აი ვისაც გონია რომ ჭიათურის საათი მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციებს აშუქებს და ჩასაფრებული პოზიცია აქვს ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით პირველი ჩვენ ვიქნებით ბატონო მალხაზ ვინც სამსაავადმყოფოს უკვე ჯერ მშენებლობის პროცესს და შემდეგ უკვე ლენტის გაჭრასაც ესე აქტიურად გავაშუქებთ შესაძლოა ეს პირდაპირ ეთერშიც მოხდეს და პირდაპირ ეთერში გადავცეთ უკვე საავადმყოფოს გახსნის საკითხი მაგრამ იმეც ვიტოვებ რომ ეს მოლოდინები გამართდება საბოლოოდ ამბულატორიებს შევეხოთ ბატონო მალხაზ ძიმე სიტუაცია ამ ხრივ საერთოდ ძიმე მეკვიდრობა დაგვრჩა ხა ძალიან მიჭის რომ ვილაპარაკო ამაზე თქვენ აღნიშნეთ რომ წინა ხელისუფლების მიერ ეს გადაღებული რაღაცა 100 საავადმყოფოს თემა და ამით პრობლემის ვითამ მოგვარდა და არა და კიდევ უფრო მეტად დამძიმდა სიტუაცია პრაქტიკულად მიტოვებული იყო პირველადი ჯანდაცვა ამ ხრივაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები თუნდაც რაღაც ხელფასები მოემატა ექიმებს აგერთ ერთი ამბულატორია მანდაეთის თემში გაკეთდა და ასაკეთებელი არის უამრავი აქ არის უდიდესი სამუშაო თუ ნაბიჯები ახლა გადასადგმელია პირველადი ჯანდაცვისკენ არის გადასადგმელი თქვენ აღნიშნეთ მე ძალიან კარგად ვიცნობთ იმ ქალბატონსაც და ქალბატონებსაც რომლებიც აქტიურობდნენ მართლა თავიანთი ის ოთახიც ძალიან კარგად ვიცი და მახსოვს სადაც ერთი ოთახი იყო სადაც ექიმ შეეძლო ავადმყოფების მიღება სხვათა შორის ხან კერძო სახლებში აქვთ ოთახი გამოყოფილი როცა ისინი დადიან სხვადასხვა სოფლებში კი შეიძლება ერთი ადგილი იყოს თემში მაგრამ თემი ძალიან დიდია და ეხლა ამას იქაური მოსახლეობა ვერ ახერხებს ჩვენი ექიმები მიდიან ხან კერძო სახლშია ხან სადღაც მიტოვებულ ნუ ეს არ არის პირობები სადაც ავადმყოფი უნდა მიიღო არსებულ ამბულატორიებშიდაც არის პრობლემა მაგალითად ნიგოზეთის ამბულატორიის ექიმი მე საუბრობ ბატონი დავით ბიწაძე და მითხრა რომ ახლა ნახევარი გადახვერა აი სახურავი რაღაც ამას ექიმები თავიანთი თანხით აკეთებენ და თავიანთი გადასახადებსაც კი რამდენადაც მე ვიცი რაღაც ელექტროენერგიის გადასახადები 600 ლარია მე მგონი გამოყოფილი მენეჯერის ამბულატორიის მენეჯერისათვის და ამ 600 ლარი და რაღაც ნაწილს ესე იგი თვითონ ხურავენ აქ მუნიციპალიტეტმაც უნდა შეუწყოს ხელი და ამ ხრივაც
როდესაც არის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ გასაკეთებელი არის უამრავი რამ პირველად ჯანდაცვას. ყველაზე რთული სიტუაცია ამჟამად პირველად ჯანდაცვაში არის არა მარტო ჭიათურის მუნიციპალიტეტში საერთოდ. ეს ზოგადი პრობლემაა, თუმცა დადებითი ტენდენციებიც ჰქონდა, მაგალითად, აი აღნიშნეთ კიდევაც აშენდა ახალი ამბულატორია, რამდენიმე მოპირკეთდა კიდევაც და გარემონტდა, ესე უხეშად რომ ვთქვათ, მაგრამ აი მაღალმთიანობის თემა არის ახლა შეიძლება აქ არ არის თემა, მაგრამ იქ ექიმს, იმ პერსონალს ხელფასებით ემატება შესაბამისად მათი ადგილებზე. ეს თემებიც მაღალმთიან რეგიონების სტატუსის უნდა ადგილებზე დაკავებაც უფრო მოხდება და უფრო მიმზიდველი გახდება იქ მუშაობაც შესაბამისად. Skype-ით გვიკავშირდება შემდეგი ტელემაყურებელი ან რადიო მსმენელი გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. ისაუბრეთ. გაითიშა სამწუხაროდ გავგზავნოთ ბატონო მალხაზ. ბატონი პაატა სამხარაძე დაგვიკავშირდა ჩვენ პირდაპირ ეთერში და თქვენ გუბერნატორს და ვიცე-გუბერნატორს მაღაროელებთან ერთად შეხვდით და საუბარი შეეხო დასაქმებულთა უფლებებს, მაღაროელთა უფლებებს. მე მინდა ამ შეხვედრის შესახებ ვისაუბროთ, რატომ გახდა აუცილებელი ასეთი ტიპის შეხვედრა და რა თემები გაიარეთ გივი ჭიჭინაძესთან ერთად. პროფკავშირებთან მაღაროელთა ესა გაერთიანებული სამთო მრეწველობის გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები იყვნენ. საერთოდ პროფკავშირებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და მათი თხოვნითაც და მეც ჩემი სურვილიც იყო ეს მანამდე ბატონ გივისთანაც მქონდა საუბარი რომ შეხვედროთ და ეს თემები ერთად გაგვევლოდა გუბერნიის წარმომადგენლებს უშუალოდ მოესმინათ მაღაროელებისაგან იმ პრობლემების შესახებ რომელიც მათ საქმიანობაში არსებობს. შეხვედრა საკმაოდ დადებითად შევაფასებს 10:30-ზე მეტი გაგრძელდა თითქმის. პრაქტიკულად მოვიცავით ყველა საკითხი, მათ დასვეს სხვათა შორის საავადმყოფო საკითხი ერთ-ერთ პრობლემად და იყო იქ დასმული. საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოვიდა, საქმიანი შეხვედრა გამოვიდა, პრობლემები მოისმინეს. ბატონმა გივიმ სხვათა შორის ამ შეხვედრის მაშინვე გააკეთა ბატონ დავით სერგეენკოსთან ზარი, ბატონი დავით სერგეენკო დღესაც შეიძლება ჩამოვიდა კიდეც, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო იმ წუთში. სხვათა შორის იმ პროგრამების კიდევ გასაგრძელებლად ერთ-ერთ დონორ ორგანიზაცია შექმნა, რომელიც ჩვენი აფინანსებს, ასე ვთქვათ, გვეხმარება ცეგეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაში და ამ პროგრამის შემდგომ გაგრძელებაში და კიდევ უფრო მეტად დახვეწაში, ასევე სხვადასხვა პროგრამების შემოტანისათვის და მან დაუდასტურა სატელეფონო ზარით ამერიკის შეერთებულ შტატებიდან რომ ეს აუცილებლად გაკეთდება ეს ესე მუნიციპალური საავადმყოფო. ბატონო თხოვნა იყო მათი და ჩემი თხოვნაც არის რომ მე იქ რამდენიმე საკითხი გავაჟღერეთ, მაგრამ ერთი განსაკუთრებული საკითხი დავაყენე მათ მოთხოვნებთან ერთად რომ სოციალური პარტნიორობის კომისია არსებობს. ეს კომისია მაშინ არ უნდა გააქტიურდეს, როცა გაფიცვა ან რაღაცა კრიტიკული მომენტი შეიქმნება საბადო არის თუ პრევენციული ღონისძიებები. ანუ არ არის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება და აი ყველაზე დიდი თხოვნა თუ რამე მაქვს მთავრობასთან, თუ რამე მაქვს გუბერნატორთან და ასე შესაბამის უწყებებთან, რომ სოციალური პარტნიორობის კომისია აი ახლავე უნდა იყოს ძალიან აქტიური, რათა მიეხმაროს მუშათა პროფკავშირებს და საერთოდ საწარმოში დასაქმებულებს, რომ გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულება. კოლექტიური ხელშეკრულება არ არის არც ჭიათურაში, არც ტყიბულში. მუშებთან არ არის გაფორმებული. გარკვეული დაცულობა არის ამ კოლექტიურ ხელშეკრულებაში. გარკვეული პირობები არის, ამიტომ ეს არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი. ეხლა როცა საწარმო გაჩერებულია, მე მიმაჩნია რომ ეხლაც არის ის დრო რომ დამსაქმებელთან და დასაქმებულთან სოციალური პარტნიორობის კომისიის წარმომადგენელმა იმუშაოს ამ საკითხებთან მიმართებაში. ბატონო მალხა, სანამ ვისაუბრებთ მაღაროელებზე და ეს თემა მინდა ცოტა ღრმად გავიაროთ, მე ქალბატონ ელისო ჩაფიძესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, მან ერთ-ერთ ინტერვიუში სხვათა შორის ჩვენ ეთერში ბრძანა რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ რომ თქვენ და ქალბატონი ელისო დაგაპირისპირონ იმის გამო რომ ორადორი რაიონია დღეს თუ არ ჩავთვლით ყვარჩელს, რომელიც ოკუპირებულია სამწუხაროდ, რომელიც ერთნაირ ესე კანონ პროექტებს, ერთნაირ მიდგომებს საჭიროებს და შიდა გუნდური გახეთქილება ამ მიმართულებით ხომ არა გაქვთ ქალბატონ ელისო ჩაფიძესთან, თუმცა მანამდე მობილურით გვიკავშირდებიან. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ისაუბრეთ. მოგესალმებით ბატონო მალხაზ გიორგი.
ხშირად ხურობთ თქვენ გადაცემას და ხშირად მინახავს ბატონი მალხაზი თქვენს ეთერში ჭიათურის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. რომ საუბრობს თხარზე, გზებზე, საავადმყოფოსთან დაკავშირებით, ეკოლოგიური დაკავშირებით, მაგრამ არასდროს არ მინახავს სხვა ხელისუფლებას წარმომადგენლებს აქტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე როგორც ერთ-ერთი ჭიათურელი გთხოვთ, მოუწოდოთ ამ საკითხში კომპეტენტურ პირებს დაუდგენ ბატონ მალხაზის გვერდში. ძალიან გთხოვთ, ძალიან რომ ჭიათურა ძალიან უჭირდა. ჩვენ დეპუტატს ძალიან უნდა დაუდგეთ მხარში, ძალიან. და დიდ მადლობას გიხდით რომ ასეთი ყურადღებას იცენთ ჭიათურის ჭიათურაზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და წინა გამოსვლაში ბატონო მალხაზ მე აღნიშნე რომ ბატონი მალხაზ წერეთლის ყველა ის აქტიურობა იქნება წყალში გადაყრილი, რომელიც ამ 3 წლის განმავლობაში ამ ადამიანმა იბრძოლა, თუ რეალურ შედეგს ჩვენ ვერ დავინახავთ. აქაც მინდა რომ დამეთანხმოთ ბატონო მალხაზ. გეთანხმებით რა თქმა უნდა. და იმედი მაქვს რომ ეს რეალური შედეგები გამოჩნდება იგივე წყალი ახსენა და რაღაც ეს ახლა დროში გავწობილი თემა რომ განხორციელდეს, მაგრამ განხორციელების საშუალებები გამოჩნდა უკვე და აქ არ ვიცი ახლა წყალზე უნდა ვისაუბროთ. სამწუხაროდ ცოტა დრო გვჭირდება, თუმცა ჩვენ ალბათ თანაბრად ვცდილობთ გავანაწილოთ ყველა საინტერესო რესპონდენტისათვის დრო და ხშირად იქნება ჩვენ გაცემის სტუმარი კიდევ მრავალჯერ ელისო ჩაფიცეზე გკითხეთ. არის თუ არა დაპირისპირება ამ ორი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატებს შორის. იგივე ნახეთ რეგრესის პენსიონერებზე ორივეგან ერთი და იგივე პროპორცია და მიდგომებია საჭირო. ამ თუნდაც რომელთა უფლებებთან დაკავშირებით ამას და ერთად წვალობდით აი ამ საკითხების მისაღწევად. ცდილობდა თუ არა გუნდის სხვა წევრები თქვენ შორის განხეთქილების ან დაპირისპირების? მესმის და პირველად მე არ ვიცი ასეთი რამე. დაუბრუნდეთ. ვერც წარმომიდგენია ასეთი რამე. მით უმეტეს ახლა ჩვენ კიდევ ერთად ერთი თემა გვაქვს, ასე ვთქვათ, საერთო თემა გავაერთიანეთ, რომ მაღალმთიანობასთან დაკავშირებით ის შეღავათები, რადგან საგადასახადო შეღავათები დარჩა, ერთი თემა დარჩა, რომელიც სოფელიც ვერ მიიღებს მაღალმთიანობას, ვაუჩერული დაფინანსება სკოლების და ჩვენ განათლების კომიტეტში თვითონ კომიტეტის წევრი გახლავს იქ ბატონ ვანო კიყურაძესთან მქონდა საუბარი და შევთანხმდით იმაზე რომ ეს ინიციირება მოვახდინოთ ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის რომ იმ სოფლები რომელიც მაღალმთიანობას ვერ მიიღებს და იქ არსებულ სკოლებს რაც დღეს აქვს ვაუჩერულ დაფინანსებაში შეღავათი არა ცოტა მაღალი დაფინანსება აქვს შეუნარჩუნდეთ ეს პირიქით ჩვენ ერთად ვართ და ერთად ძალიან კარგი მისასალმებელია მით უმეტეს დიდი ხნის მეგობრობაც აკავშირებს ჭიათურას და თბილისს ერთმანეთთან. ბატონ მალხაზ, მაღაროელთა პრობლემებს დაუბრუნდეთ. უკვე აიღეს მაღაროელებმა 60%-იანი ხელფასები და ქალაქმა ყველაზე მეტად ახლა იგრძნო რომ ძალიან უჭირს დღეს ჭიათურას, ვინაიდან სრული დაფინანსების დაახლოებით 800,000 ლარზე ცოტა მეტი ნაკლები შევიდა ამ პერიოდის განმავლობაში ჭიათურის მოსახლეობის, თუნდაც იგივე მაღაზიების მესაკუთრეების, ან თუნდაც რიგითი ბაზრის თანამშრომლის ოჯახებში. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, რამდენად რთულია სოციალური მდგომარეობა და რომ დაამძიმა ფაქტია, მაგრამ რამდენად დაამძიმა ჩვენი სოციალური მდგომარეობა ჯორჯი ამანგანიძის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ წარმოების სპეციალურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ეს სპეციალური რეჟიმი არ არის. ეს არის წარმოების დროებით შეჩერება. სოციალური მდგომარეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ისედაც მძიმე იყო და ნებისმიერი ასეთი აი ეს კიდე შემცირებული დაფინანსება ხელფასი და აი ეს შიდა ბრუნვა თანხის რომცა შემცირდება, რა თქმა უნდა კიდე უფრო მეტად ამძიმებს ამ სიტუაციას. საზოგადოების გარკვეულ ნაწილი ბატონო მალხაზ საქმე მინდა ჩაგეკითხოთ, მიიჩნევს რომ ჯორჯი ამანგანიძის ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურზე მეტად უფრო მეტად იყო პოლიტიკური და ისევ ასოცირება ხდება ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ წინა საარჩევნოდ დაიძაბოს სიტუაცია თუნდაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ. თქვენ დაინახეთ თუ არა ასეთი ანუ ეყრდნობით თუ არა ამ ვარაუდს, რამდენად იზიარებთ? რაღაც პოლიტიკურ კავშირებთან არ ვიცი, ვერ გეტყვით რომ ვერ დაგიდასურებს ამას, რომ ნამდვილად თუმცა ამ რომ უნდობლობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ გარკვეულ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა ეს მე მგონი მაინც ფინანსური ინტერესებია ეს და იმ კიდევ ერთხელ გავმეორდები მრავალგზის თქმულს იმ კანონების იმ ურთიერთგაფორმებული ხელშეკრულებების იგნორირების შედეგია რომ აი ასეთ მდგომარეობაში
მდგომარეობაში ჩავარდით ახლა. იმიტომ რომ ჭარბი პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს. ჭარბი პროდუქცია როცა დაგროვდება შესაბამისი რაოდენობით მანგანუმის კონცენტრატი, რა თქმა უნდა, კომპანია, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული, აღარ გადაიხდის ზედმეტ თანხას მაღაროდან ამ კონცენტრატის ამ მადნის გამოსაზიდად. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის კანონები, რომელიც საქართველოს კანონები, რომელიც გვაქვს წიაღის შესახებ, ლიცენზირების შესახებ, გარემოს დაცვის შესახებ და ასე შემდეგ. ის ურთიერთხელშეკრულებები, რომელიც გაფორმებულია საშუალო ფირმებსა და წვრილ მეწარმეებსა და ჯორჯიან მანგანეს შორის, ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ხელშეკრულებებში და ეს კანონები ავალდებულებს, კეთილი ინებონ შეასრულონ და მაშინ ეს აღარ ჭარბი პროდუქცია იქნება, აღარც ასეთი ინტერესების ფინანსური ინტერესების გადაკვეთა მოხდება და უფრო წყნარ რეჟიმში წარიმართება ცხოვრება მუნიციპალიტეტშიდაც და შედეგიც ასეთი არ გვექნება. ჩვენ იმ შეხვედრაზე მთავარი არსი ამ შეხვედრის, როცა გუბერნატორს და ვიცე-გუბერნატორს შეხვდა მაღარველები, არის იმის განცდა, რომელიც მეც მაქვს. იმის განცდა რომ ეს მომავალში კიდევ შეიძლება განმეორდეს. ბატონო მალხაზ მორიგი ზარია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს ბატონ მალხაზ წერეთელთან. კითხვა ამაში მდგომარეობს უკაცრავად რომ ამ თემას დღევანდელ თემას არ ეხება ის რაც მე მინდა რომ მალხაზ წერეთელს დავუსვა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. თავარია თეატრიდან რეკავთ. დიახ, თეატრიდან რეკავ და თუ სმენიათ ბატონ მალხაზ საერთოდ თეატრში თუ არსებობს ქუჩა, რომელსაც ქვია პატარძის ქუჩა. აი შეკითხვა უნდა დამესვა მოგწერეს კიდევაც. დიახ, ბრძანეთ. წერეთ Facebook-ზე მოგწერეთ და პირად გვერდზეც მოგწერეთ ეს ინფორმაცია. ძალიან გვაღელვებს აქ მცხოვრებ ხალხს, არის სრული ანტისანიტარია, არ არის შიდა გზები, ანუ მოასფალტებული არ არის ქუჩა. ძალიან მით უმეტეს იცით რომ ამ ქუჩაზე ეს ქუჩა არის ბინები არის უმეტესწილად და არის ანტისანიტარია და ბავშვები ძალიან ძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. რომ ვთქვათ რომ ამ ჭუჭხსა და ასეთ ეს მით უმეტეს მარგანეცის დიდი გამოსხივება ამ უბანზე რომ მაღაროს ტერიტორიაზე იმყოფება და წყარი ძალიან ბინძური მოდის. როდესაც მიმართეთ გამგეობას არავინ არ გვაქცევს ყურადღებას და მინდოდა ეს თემა იმდენად შემაწუხა მე პირადად რომ პატარა ბავშვები მყავს რომ დავურეკე თქვენთან და მინდა მოგაწვიოთ ხმა როგორც თქვენ ამ ძალიან დიდი მადლობა და მე პირობას გაძლევთ, რა ვიცი როგორც ჟურნალისტი ამ საკითხს ისე აქტიურად ჩავეძიები. ყოველ გადაცემაში შეიძლება დასვა ეს შეკითხვა, მეც მადლობას მოვახსენებ. მიტოვებული ქუჩები გვაქვს სამწუხაროდ და ერთ-ერთი პატარიძის ქუჩა. პატარიძის ქუჩა, ეს 25-ის დასახლება, ეგ საფარის, ავარიული, ასე რომ აი ეს უმძიმესი სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა და ცოტა მეტი ძალისხმევა არის საჭირო ჩემგანაც. ადგილობრივი ხელისუფლების გამოიჩენ თუ არა ამ ძალისხმევას? აუცილებლად და ძალიან დიდი მადლობა რომ როგორ არ ვიცი ის მძიმე მდგომარეობა რაც აი ამ ქუჩებზე და ამ დასახლებებშია სამწუხაროდ. დიახ და მიტოვებულად არ უნდა გრძნობდეს მოსახლეობა თავს არც ერთ ქუჩაზე, არც ერთ უბანში, არც ერთ სოფელში. კარგია და გარკვეულწილად მივესალმებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, რომ სოფლებს უფრო აქტიურად აქცევენ დღეს ყურადღებას ვიდრე ქალაქს, გვახსოვს ნაციონალურ მუზეუმს ცოტა პირიქით ქონდა, მაგრამ არც ერთი ქუჩა, არც ერთი კორპუსი და არც ერთი მაცხოვრებელი არ უნდა დაიჩაგროს. ყველაზე თანაბრად შეიძლება გადანაწილდეს, მით უმეტეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს გარეუბნების მოწესრიგება და მართლა ძალიან ცუდი მდგომარეობაა პატარიძის ქუჩაზე. ბატონო მალხაზ, სოციალურ ფონდს შევეხეთ ჩვენ და დაამძიმებს თუ არა, თუმცა ეს ჯერ არ არის მიღებული ეს გადაწყვეტილება, თებერვლის ბოლოს უნდა მიიღო გარემოს დაცვის სამინისტროს, მიცემდა თუ არა კომპანია ჯორჯია მანგანეს უფლებას აეშენებინა ახალი გადამამუშავებელი ქარხანა, რომლის აშენების შემთხვევაშიც შესაძლოა 1000-მდე მუშა თუ არ ვცდები დარჩეს უკვე უმუშავა, რომლებიც სხვადასხვა ქარხნებშია გადანაწილებული, რეალურად ამდენი ადამიანი აღარ იქნება საჭირო ერთ კონკრეტულ ქარხანაში. ასევე ეკოლოგიური მიმართულებით ძალიან რთული მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას, ვინაიდან მთლიანად იმ ხევის ჩაკეტვაზე ფიქრობენ, სადაც ეს საწარმოო დააშენდეს. რომელ სოფლებზეა ზუსტად აღარ მახსოვს, ეს არის ითხვისა და შუქრუთს შორის. ითხვისა და შუქრუთს შორის ხევის ერთ უნდა ამოივსოს. როგორც ვიცი, ამ ხევის შესახებ იქ
ამ ნარჩენების განთავსებას არ ეთანხმება გარემოს დაცვის სამინისტრო ჯერჯერობით ამ წუთამდე, ასე ვიცი და საერთოდ ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, რა თქმა უნდა, მივესალმებით და მე მგონი ამაზე ორი აზრი არ არსებობს და თუ ეს ტექნოლოგიები მდინარე ყვირილის როგორც ამბობენ მდინარე ყვირილა ერთხელ და სამუდამოდ ამით მისი დაბინძურება დამთავრდება და მთლიანად ეს ეკოსისტემაც გადარჩება თუ რამე გადასარჩენი დარჩა და არის და ნამდვილად არის მე მათთან საუბრისას ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობასთან საუბრისას როცა ამ ეს თემები არის ხოლმე დღის წესრიგში მათგან ვიცი რომ ისინი ასეთ ხელაღებით ამ უამრავ ადამიანს არ გაუშვებენ და რაღაც ალტერნატიული დასაქმების საშუალებებს გამოუნახავენ მათ, მაგრამ აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ასევე არის ხელისუფლების როლი, რომ როცა ესეთი მოსალოდნელი რამე, აი რაღაც ალტერნატიული დასაქმების წყაროების გაჩენაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენც. თუმცა როდესაც 700 რუსთაველი გაათავისუფლეს, მაშინ როდესაც 700 რუსთაველი მეტალურგიის ქარხნიდან გაათავისუფლეს, ვერ ვნახეთ ხელისუფლების საშუალება და ვერ ჭიათურაში ვერ ვნახეთ ბატონო მალხაზ, როდესაც 3700 კაცი ესე 4 თვით გაწირეს. ხო, მაგრამ 3000 მაგრამ რომ არა ხელისუფლების ეს თვითონ მუშებიც აღიარებენ და პროფკავშირების წარმომადგენლებიც რომ არა ხელისუფლების ცოტა აქტიური პოზიცია შეიძლება ეს 60% სარყოფილიყო და საერთოდ ისე გაეშვათ. მე ამით არ ვამბობ რომ ხელისუფლებამ რაღაც განსაკუთრებული აბა მისი ვალია ეს რომ თავისი მოსახლე დაიცვას და მისი კონსტიტუციური უფლება დაიცვას. ეს ჩვეულებრივი ვალია ხელისუფლების. მაგრამ კიდევ სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი ალტერნატიული სამსახურების შესაქმნელად და ეს უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტში, თორემ ერთხელ გათენდება ერთი დღე და შეიძლება დავდგეთ აი ამ დიდი პრობლემის წინაშე, რომ ადამიანი მაგანეცი ამოწურვადი ბუნებრივი რესურსია ისე და მოფრთხილება სჭირდება მე სხვათა შორის ექსპერტებთანაც გავიარე ბატონო მალხაზის თემა და არ შეიძლება ამოვიღოთ კარგი ხარისხის მარგანეცი დამოუკიდებლად თუ მას ერთად არ ამოვიღეთ ის საშუალო და მაღალი ხარისხის ერთად. თუ გაიზიდა ეს პეროქსიდი, რასაც ეძახიან მაღალი ხარისხის შემცველობის მქონე მარგანეცს, დაბალი ხარისხის მარგანეცის წარმოება არც ისე მომგებიანი იქნება კომპანიებისათვის, მით უმეტეს რომ ასეთი დაბალი ხარისხის ცოტა მარაგი ჩვენ საჩხერეშიც გვაქვს და სავარაუდოდ ცენაკშიც ესე გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა იმდენად დაბალი ხარისხია, რომ არ ღირს სახსრების დახარჯვა მათ საწარმოებლად და ჭიათურა ისედაც ძალიან არახუმანურად და ძალიან არარაციონალურად დიახ ხდება მანგანუმის მოპოვება. ერთი თემა მინდა კიდევ გავიარო და ბოლო მოკლე შეკითხვას და რეპლიკასაც დაგისვამთ, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი საკითხი მინდა გკითხოთ. 400 მილიონი ლარამდეა კომპანია ჯორჯია მარგანეს და დაჯარიმებული 450 მილიონი უფრო სწორად და ვითომ საუბარია იმაზე რომ მხოლოდ 200 მილიონში შეიძლება გაუნულდეთ ჯორჯიან მარგანეს ეს დავალიანება, თუმცა რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ეს თანხები ჭიათურაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ წამოყვა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ გამოძიების პროცესით თუ ხართ აქტიურად ჩართული პროცესში? ოფიციალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვფლობ. სამწუხარო ის არის რომ 2013 წლის ივლისიდან გავიმეორებ რომ და პირველი საქმე საგამოძიებო სისტემაში შევიდა 2.079.000 ლარზე და შემდეგ სხვადასხვა აი ასეთი ჯარიმების სახით, მაგრამ მე ჯერჯერობით ოფიციალურად რაიმე რომ დადგა ფაქტი და რომ სასამართლომ და საგამოძიებოს რომ დააკისრა რაიმე ჯარიმის გადახდა. დიახ, აი ბოლო შეკითხვა ბატონო მალხაზ, თქვენ მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებით. დიახ. როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ქართულ ოცნებას უნდა გაეუქმებინა თუ არა მაჟორიტარული სისტემის არჩევის წესი და დარჩენილიყო მხოლოდ პროპორციულზე, მართველი გუნდი ამბობდა, რომ პარლამენტში დღეს არიან მაჟორიტარი დეპუტატები, ვინც მხარს არ მიცემენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ბრძანდებით თუ არა ის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც არ დაუჭერდა მხარს ამ არჩევის სისტემის გაუქმებას, ან ვინგეგულებათ ესეთი პარლამენტარი დღეს საკანონმდებლო ორგანოში? ვინმეგულება არ ვიცი, მაგრამ მე გახლავართ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და პარტია საერთოდ მხარს უჭერს რომ
გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და ეს არა მარტო ახლა წლების მიცემდით ხმას ბატონო მახაზ თუ ეს გავიდოდა რა თქმა უნდა ჩვენ მიცემული გვაქვს ამაზე ხმა რომ 2020 წლის არჩევნები მაჟორიტარული სისტემა არ უნდა გაუქმდეს და ამაზე თანახმად უბრალოდ დროში ვეღარ ესწრებოდა ეს და ამის გამო ხდება რომ 2000 შეკითხვა მაშინ ძალიან მოკლედ ბატონო მალხაზ დღეს საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, მაგალითად საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ანი მიროტაძემ წინა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, საუბარია ვითომ ჭიათურის და შესაძლოა ასეც მოხდეს ჭიათურის გამგებელ სურს მაჟორიტარი დეპუტატობა, უფრო მეტიც ბატონ პაატა ნადირაძესთან დაკავშირებითაც საუბრობენ, რომელიც ვიცე-გუბერნატორია, ვის აღიქვამთ შიდა გუნდიდან თავარ კონკურენტად და აპირებ თუ არა მომავალ აგერ 7 თვეში არჩევნები მიიღოთ მონაწილეობა. შიდა გუნდში კონკურენტად ჯერ კონკურენტობაზე ლაპარაკი, რა ვიცი, მე ზედმეტად მიმაჩნია, რადგან თუ გუნდი ვართ, ეს გუნდი ღებულობს გადაწყვეტილებას, კოალიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი, თქვათ, ჭიათურაზე ვსაუბრობთ ახლა და ვისაც მიიღებს ის კონკურენტი არ იქნება, ჩემზე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ სხვაზე. თუ გაქვთ სურვილი აიღოთ პასუხისმგებლობა და მომავალი 4 წლის განმავლობაში კიდევ იყო ჭიათურის სამსახურში. დაგიდასტურებთ, რომ ისეთი საქმეებია დაწყებული და ისეთ საქმეებთან ვარ შეჭიდებული, თუ ამის სურვილი იქნებოდა კოალიციაში და თქვენს თანახმა იქნებოდი. ძალიან დიდი მადლობა ტელემაყურებლებს შევახსენებ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი მალხაზ წერეთელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე ჟურნალისტი გიორგი კასრაძე ვარ და გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.